2008 წელს ისრაელის მხრიდან კოდების გადაცემა რუსეთზე ტყუილია თუ მართალი? ტყუილი არის. ეს სპეკულაცია წამოვიდა WikiLeaks-ში იყო თუ არ ვწდები, შემიძლია მოვიძიო ერთ-ერთი ესეთი კვლევითი ინსტიტუტის Stratfor იყო თუ არ ვწდები, შიდა მემო იყო მათი, რომ მათ მოიძიეს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ აი ესეთი რაღაც მოხდა. ანუ არანაირი საფუძველი ამას არ ქონდა, ამან გამოიწვია თავის დროზე, მათ შორის ნორმალურ ხალხშიც რაც სერიოზული კითხვები, ზოგიერთი ოღონდ ძალიან შორს წავიდა ამ კითხვებში თვალსაზრისით საჯაროდ, მაგრამ შემდგომში არანაირი საფუძველი ამის დადასტურების არ იქნა ნაპოვნი, არც ჩვენს მიერ, ანუ თვითონ ამ ინსტიტუციის წარმომადგენლებთან ვინც ეს გაავრცელა, მე პირადად მაშინ როგორც თანამდებობის პირს მქონდა კონტაქტი და ამ ინტერაქციის შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ეჭვები რომ ეს უბრალოდ სპეკულაცია იყო, რაც ახასიათებს ხოლმე ესეთ მემს, რომ საკუთარი ფასს ასაწევად კიდევ უფრო გაღრმავდა, უფრო დავწმუნდი, რომ უსაფუძვლო სპეკულაცია იყო ეს. მე არ გახლავთ სამხედრო ექსპერტი და მაგ ასპექტზე ვერ ვიმსჯელებ, ანუ რა ეფექტი ვნახეთ, მაგრამ შემდგომში უკვე ომის შემდგომი დეტალური ანალიზიც იყო, იცით, რომელიც გააკეთეს ჩვენო პარტნიორებმა ნატოში, შეერთებულ შტატებში, ყველაფრის როგორც არიმათა სად იყო ძლიერი მხარეების სუსტი და არსად რაიმე მითითებაც კი, რომელიც ამ დასკვნას გაამყარებდა, რომ რაღაც გადაცემა მოხდა, რამაც მე შედეგები მოგვიტანა, არ არსებობდა. ჩვენ მართლაც გქონდა მაშინ დრონები, ოღონდ ეს ჯერ ის ეპოქა არ არის, როცა მასიური დრონების წარმოება არსებობს, ან თავდასხმით დრონები არსებობს. ეს დრონები იქნა შეძენილი და ცნობილი ისრაელის ამ ფირმების მხრიდან, ფირმებისგან საქართველოს მიერ ეს არის სადაზვერვო დრონები, ხო? თუ არ ვწდები, ან მინდა შემეშალოს, რამოდენიმე დიდი დრონი იყო, რომელიც დიდი დისტანციიდან აკვირდება და მცირე დრონებიც, რომელიც უფრო ლოკალურად აძლევს საშუალებას შეერაღებულ ძალებს, აძლევდა ჩვენ შეერაღებულ ძალებს საშუალებას, რომ დაეთვალიერებინათ პერიმეტრი. ყველა სახსოვს ალბათ ინციდენტი, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარის თვითმფრინავმა ჩამოაგდო ჩვენი დრონი, ოღონდ მაშინ არანაირი კითხვის ნიშანიც არ არსებობდა, რომ რა კოდის ამბავი იყო, უბრალოდ ვიზუალურად იქნა დაჭერილი, ანუ ჩვენ მაშინ მტერმა ეს აგრესიული ნაბიჯი გადაგა და მანდაც არანაირი კავშირი, თუმცა იგი იყო თვეებით ადრე მასშტაბურ სამხედრო აგრესიამდე 2008-ში, ანუ ეგ მოხდა თუ არ ვწდები, იყო მარტში ან აპრილში 2008 წლის ეგ პირველი ინციდენტი. თუმცა მე აი ამ ყველაფრის ერთობლივი სპეკულაციის შედეგი იყო, რომ ახლა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტები სოციალურ მედიაში სულ ხედავ, ცნობილი ხალხისგან, ანუ მათმა ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა რაგვარი არ ვიცი, ეგზოტიკური ფიგურა არის ზაზა გობორჯგინიძე თუ მახსოვს ხო მორიგი სამარცხვინო სიცრუის ფრქვეველი ფიგურა გამოაცხეს და მას ჰქონდა ახლა ეს რომ აი ოდეს ახლა გაახსენდა რომ ისრაელი ეს როდესაც ისრაელის საელჩომ ჩემთვის სრულიად გასაგები ფორმით გამოხატა წუხილი ამ რეჟიმის ნაბიჯების გამოსადაც მათ მხარე აერჩიეს ირანის ხო სამძიმარზე მისვლით ეს გაახსენა აბა ის კარგი იყო და მე ამას მოყვება მთელი ეს შლეიფი თუ ნახავთ აი სოციალურ მედიაში კარგად ჩანს მე როგორ იშლება ეს ანტისემიტიზმის ისევ მორალურად სამარცხვინო და დამანგრეველი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ქვეყნის შიგნით რა ტიპის შხამსაც ხარშავერ ხო რომ მტერი და მოყვარე აგერიოს რომ აი ყველა ნაგავი არის ყველგან მტერია და ამ შემთხვევაში ისრაელი როგორც ხშირად ხდება ხოლმე განსაკუთრებული სამიზნეა და ამ ამბავსაც იყენებენ მაგრამ რო დაუბრუნდე ისევ ძირს კითხვის არანაირი საფუძველი არ გვაქვს გარდა აი მაგ და გაუსაბუთებელი გაურკვეველი წყარო სპეკულაციისა რომ ეგ ვამტკიცოთ ანუ ამიტომ შეგვიძლია თავად თქვა რომ ეს არის სიცრუე და იგივე დროს მე არასოდეს არ გამორიცხავ ხოლმე რომ ამ ტიპის სიცრუეს წყარო და ჩვენ სხვა ვითარებებში შედარებაში ნანახი გვაქვს არის ხშირად ის შენი მტერი ვინც აგრესია განახორციელა ანუ ამ შემთხვევაში თავად რუსეთი რომ ეს გაავრცელოს რომ აი მაგათმა მოგვცეს ჩვენ კოდები. თან ისევ მე ექსპერტი არა ვარ, ანუ პრაქტიკული შედეგები ამ სადაზვერვო შეზღუდული რაოდენობის დრონების რომელიც საქართველოს ჰქონდა რომ აი ამან რაღაც კოდები მიიღეს და ამის შედეგად რაღაცა გვიქნეს და სამხედრო თვალსაზრისით ამის საფუძველიც არ არსებობდა. ანუ მხოლოდ აი სპეკულაცია რომელიც საჯაროდ ცნობილია ანუ WikiLeaks-ი სამარცხვინო ადამიანის მიერ მოპარული და მე გასაჯაროებული დიპლომატიური მიმოწერის მთელი ეს ქსელი ხო საჯაროა ყველა შეუძლია ნახოს ანუ არსად ვერ იმალება გულისხმობა იმ რაგვარი იყო ეს კაცი მათი ლიდერი მე ციხეში როეჯდა
ერთ-ერთი პლუსი ამ სამარცხვინო და საზიანო ამბავს თავისუფალი სამყაროსთვის რაც აქვს, არის ყველა შეუძლია ნახოს როგორი იყო რეალური ინტერაქცია დასავლური პარტნიორების და ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებით ერთმანეთში. მათ შორის საქართველოს ხელისუფლების, აი, ბევრს რა ინტერესებს, რა 1000 მითი და ბრალდება რო არის უსაფუძვლო და აბსურდული შეუძლია იქ ნახოს ვინ რა კომუნიკაცია ჰქონდა. ცუდია რომ ეს მოხერხდა, იმიტომ რომ ზოგადად დიპლომატიური დაფარული უნდა იყოს, მაგრამ კარგი ამაში ამბავი არის, რომ დაფარულობა მათ ჩვენა რომ რაც საჯარო იყო, არსებითად იგივე არის ის პოზიციები თავისუფალი სამყაროს შეერთებული შტატების ლიდერებისა, ამ შემთხვევაში საქართველოს მასშტაბური ხელისუფლებისაც, რაც ამ დიპლომატიურ ფარულ მიმოწერაში არის. მათ შორის ამ საკითხზე მიმეორებ ერთადერთი სპეკულაციის საფუძველი არის ეს სრულიად დაუსაბუთებელი ჭორი უნდა უწოდოთ მაგას ამის თაობას. და ეხლა ამ ამბავს ივანიშვილის რეჟიმი იყენებს თავისი სამარცხვინო და დამანგრეველი ნაბიჯების გასამართლებლად. და ამით კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. გარდა იმისა, რომ ისრაელის მიმართ ამ ტალახს ისრვის